სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დღეს ახალ აღთქმას განვიხილავთ, მათ ესახარებას გავაგრძელებთ, რომელიც არის მე-16 თავი. ეს ნაწილი უორენ ვირსბის კომენტარებში არის მე-13 ნაწილი. მეფის გაოცება, ესე ქვია ამ მე-13 ნაწილს, ესე დაასათაურა უორენ ვირსბი და შემდეგ მოდის ქვეთავებიც. მოდით წავიკითხოთ ახლა მე-16 თავი და დავიწყოთ მერე კომენტარების მოსმენა. მივიდნენ მასთან ფარისევენლი და სადუკევენლი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან. უთხრა მათ, საღამო ხანს ამბობთ, ხვალ მოწმენდილი იქნება, რადგან ცა წითელიაო. დილით კი დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოკუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი არა. ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა. მიატოვა ისინი და წავიდა. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. იესომ უთხრა მათ, გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეულთა და სადუკეულთა საფუარს. ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში, იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო. მიხვდა იესო და უთხრა მათ, რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუ თუ კიდევ ვერ გაიგეთ და აღარ გახსოვთ იმ 5,000 პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ? აღარც 4,000-ის 7 პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათა ნარჩენი აიღეთ? რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მithქვამს, ერიდეთ მეთქი ფარისეულთა და სადუკეულთა საფუარს? მაშინ ხა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეულთა და სადუკეულთა მოძღვრებას. ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, კითხა იესომ თავის მოწაფეებს, რას ამბობს ხალხი, ვინ არის ძეკაცისა? უპასუხეს, ზოგი ამბობს იონე ნათლისმცემელიაო, ზოგი ელიაო, ზოგიც ერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო. კითხა მათ, თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ? სიმონ პეტრემ მიუგო, შენ ხარ ქრისტე, ძეცოცხალი ღმერთისა. იესომ პასუხად უთხრა, ნეტარ ხარ შენ სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამა ჩემა, რომელიც ზეცაშია. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ ძლევენ მას. მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებს და რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არ ვისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე. ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავის მოწაფეებისათვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა და მღვდელმთავართა მწიგნობართაგან, მოკლული იყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა, შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურჩ შეგემთხვევა ასეთი რამ. ის მიუბრუნა პეტრს და უთხრა, გამშორდი სატანავ, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ, ვისაც უნდა რომ გამომყვეს, უარყოს თავის თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე, რადგან ვისაც თავის სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს, არას გაიღებს ადამიანი თავის სულის სანაცვლოდ, რადგან მოვა ძეკაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუძღავს თითოეულს თავის საქმეების მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არიან ზოგიერთი აქ მდგომთაგანი, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ აიხილავენ ძეკაცისას თავის მეფობით მომავალს. ეს არის მე-16 თავი. და ეხლა მოусმინოთ ჩვენ კომენტარებს. მათეს მე-16 თავში აღწერილი მოვლენები ჩვენი უფლის სახურებაში დრამატულ გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. პირველად მან სწორედ აგახსნა სიტყვა ეკლესია და ღიად ისაუბრა ჯვარზე, თავის სიკვდილზე. მან დაიწყო მოწაფეების მომზადება მისი დაპატიმრების, ჯვარციმსა და აღდგომისათვის. მაგრამ როგორც ვნახავთ, ისინი ამას ძალიან ნელი ტემპით სწავლობდნენ. რწმენის თემა ამ თავში მოვლენებს ლაიტმოტივად გასდევს. ამ მოვლენებში ჩვენ ხედავთ რწმენის 4 განსხვავებულ დონეს და იმას თუ როგორ უკავშირდება ისინი ქრისტეს. პირველი, რწმენის არარსებობა და ქრისტეს ცდუნება. ეს გადმოცემულია პირველიდან მე-4 მუხლებში.
იესოს გაჩუმების სურვილმა ორი დაპირისპირებული რელიგიური პარტია ერთი საერთო ძალისხმევით გაერთიანა. ისინი ელოდნენ მას, როდესაც ის გალილეაში დაბრუნდებოდა. ფარისევლები, რა თქმა უნდა, თავიანთი დროის ტრადიციონალისტები იყვნენ, ხოლო სადუკებლები კი საკმაოდ ლიბერალები იყვნენ. მოციქულთა საქმეები 23:6-10. ისინი გაერთიანდნენ, რათა იესოსათვის გამოწვევა გამოეყენებინათ. მოგვეცი ნიშანი ზეციდან და ვირწმუნებთ, რომ შეხარ ქრისტე. სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც ნიშანი, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სასწაულს ან ძალის დემონსტრირებას. ეს ნიშნავს სასწაულს, რომლითაც შეიძლება ადამიანის ამოცნობა, იდენტიფიკაცია და დადასტურება, თუ ვინ არის ის. ეს იყო უკვე მეოთხე შემთხვევა, როდესაც რელიგიურმა ლიდერებმა მოითხოვეს ნიშანი. პირველი იყო მათეს 12:38-ში, შემდეგ იოანეს სახარება გვეუბნება მეორე თავში, მე-6 თავში იგივეს. მოგვიანებით მათ ეს კვლავ გააკეთეს, უკვე ამას ლუკას სახარება მე-11 თავში გადმოგცეს. მაგრამ სასწაულები არანაირად არ ამხელს და არ გააზრებინებს ადამიანს მის ცოდვილობას, არ აძლევს მათ ხსნის სურვილს. ლუკას სახარება 16:27, იოანეს 12:10-11 და მოციქულთა საქმეები 14. სასწაულები ადასტურებს იქ, სადაც უკვე არის წმენა, მაგრამ არა იქ, სადაც არის განზრახ ურწმუნოება. რატომ ისაუბრა ჩვენმა უფალმა ამინდზე? იმიტომ რომ გამოევლინა თავისი მტრებისათვის მათი არაკეთილსინდისიერება და სიჯიუტე და სიბრმავე. მათ შეეძლოთ ღვთის სამყაროში არსებული მტკიცებულებების შესწავლა და სანდო დასკვნების გამოტანა, მაგრამ ისინი არანაირად არ იკვლევდნენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ქრისტეზე მიუთითებდა. მისი მტრები არ ირწმუნებდნენ და ამიტომ ისინი უარყოფილი იქნენ. მას იოანეს სახარება მე-12 თავი გადმოგცეს. ფარისევლებს და სადუკელებს არ აკლდათ მტკიცებულებები, მათ აკლდათ მხოლოდ პატიოსნება და თავმდაბლობა. ნიშნის მოთხოვნა ავლენდა მათი გულების სამწუხარო მდგომარეობას. ისინი ბოროტები და მრუშები იყვნენ. მან კი არ დაადანაშაულა ისინი ფიზიკურ მრუშობაში, არამედ ისინი სულიერ მრუშობაში იქნენ მხილებული. ესაიას 57 თავი და იაკობის წერილი 4:4. ეს კაცები სცემდნენ თაყვას მათ მიერ შექმნილ ცრუ ღმერთს, კერპებს და ეს სულიერი მრუშობა იყო. მათ რომ სინამდვილეში თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისათვის, ისინი აუცილებლად მიხვდებოდნენ და გამოიცნობდნენ მის ძეს, როდესაც ის მოვიდა. შემდეგი მუხლები გადმოგცეს პეტრეს აღსარებას. იესომ გახსოვთ, რომ უფრო ადრე ახსენა იონას ნიშანი, მათეს მე-12 თავში. ეს იყო სიკვდილის, დაკრძალვისა და აღდგომის ნიშანი. ჩვენი უფლის ჯვარცმა, დაკრძალვა და აღდგომა სინამდვილეში ისრაელისთვის ნიშანი იყო იმისა, რომ ის იყო მათი მესია. სწორედ ამ ნიშნის შესახებ იქადაგა პეტრემ სულთმოფენობის დღესასწაულზე, მოციქულთა საქმეების მეორე თავში. მათეს მე-16 თავში მე-4 მუხლში აღწერილია უფლის მესამედ გასვლა გალილეიდან. ის წავიდა, რომ ჰეროდესა და ფარისევლებს გასვლოდა და დროზე ადრე არ მოხდარიყო მისი ლიკვიდირება. ამას გადმოგცეს მე-14 თავიც, მათეს მე-15 თავში და ეხლაც ნახეთ. ეს რა თქმა უნდა განკითხვის აქტი იყო. შემდეგი არის მცირე რწმენა და ქრისტეს არასწორად გაგება. მოწაფეებს მხოლოდ ერთი პური ჰქონდათ თან. ამას გადმოგცეს უკვე ამ ადგილზე მარკოზის სახარება მერვე თავი. როდესაც ახლა ლაპარაკი იყო ჩვენ რაც წავიკითხეთ მე-16 თავში, მარკოზე ამას ადასტურებს და უფრო დეტალურად გვაწვდის, რომ მათ მხოლოდ ერთი პური ჰქონდათ. არ ვიცით რა დაემართა საჭმლის სავსე მრავალ კალათას, რომელიც მის მიერ მეორეჯერ 4000 ადამიანის გამოკვების შედეგად დაგროვდა. შესაძლოა ისინი უკონტროლოდ გასცეს და დაურიგეს სხვებს. იესომ ეს უხერხული მოვლენა გამოიყენა როგორც შემთხვევა, რათა ესწავლებინა მათთვის მნიშვნელოვანი სულიერი ჭეშმარიტება. ფრთხილად იყავით ფარისევლებისა და სადუკელების ცრუ სწავლებასთან მიმართებაშიო. და მოწაფეებმა არასწორად გაიგეს იგი. მათ ეგონათ, რომ ის მატერიალურ პურზე საუბრობდა და საფუარზე. ხშირად იესოს სახურების დროს ადამიანები არასწორად განმარტავდნენ მის სიტყვებს, რაც დღესაც იგივე ხდება ხოლმე. სიტყვასიტყვით ზოგჯერ პირდაპირ იგებდნენ ხოლმე და არა სულიერად. მაგალითად, ნიკოდემოსი ფიქრობდა, რომ იესო საუბრობდა ნამდვილ ფიზიკურ დაბადებაზე, იოანეს მე-3 თავში აღწერილი მოვლენები, ხოლო სამარიელ ქალს, იოანეს მე-4 თავში გასულ ჭასთან,
მას მატერიალურ წყალზე ეგონა, რომ იესო ესაუბრებოდა. სინაგოგაში შეკრებილი ებრაელებს ეგონათ, რომ იესო საუბრობდა ნამდვილი ხორცისა და ნამდვილი ხორცის ჭამაზე და სისხლის დალევაზე. ამას გადმოგცემს იოანეს სახარების მე-6 თავი. როდესაც ის სულიერ გამოცდილებას აღწერდა, გახსოვთ იოანეს მე-6 თავში. როგორც მათეს სახარების მე-13 თავის შესწავლისას აღვნიშნეთ, საფუარი ებრაელებისთვის ბოროტების სიმბოლო იყო. როგორც ფარისევლებმა, ასე სადუკევლებმა ისრაელის რელიგიური შეხედულებები ცრუ დოქტრინებით დააინფიცირეს და დააავადეს. ფარისევლები ლეგალისტები იყვნენ, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ კანონისა და ტრადიციების დაცვა ღმერთს ასიამოვნებდა და მისი სამეფო მოვიდოდა ისრაელზე. ხოლო სადუკევლები კი ლიბერალები იყვნენ, თავიანთი აზროვნები და უარყოფდნენ ასეთი სამეფო საერთოდ დედამიწაზე მოვიდოდა. ისინი უარყოფდნენ აღდგომის ჭეშმარიტებას და ანგელოზების არსებობასაც კი. ხლა რა მაიძულა უფალი პურის ნაკლებობის გამო ამ საფუარზე ესაუბრა? შესაძლოა ისინი ზღვის მეორე მხარეს პურის ყიდვას გეგმავდნენ და ეგონათ, რომ იესო აფრთხილებდა მათ, რომ არ ეყიდათ უწმინდური პური, რომლის ჭამაც ებრაელებს არ შეეძლოთ. თუ მათ ის ახსოვდათ, თუ როგორ გაამრავლა იესომ პური ორჯერ, ისინი ნამდვილად არ ინერვიულებდნენ ამ პრობლემაზე. მათი მცირე რწმენა ხელს უშლიდა მათ მისი სწავლების გაგებაში და მის ძალაზე დაყრდნობაში, რათა დაეკმაყოფილებინა მათი საჭიროებები. მცირე რწმენა ჩვენი უფლის ერთ-ერთი საყვარელი ტერმინი იყო, როცა ის იყენებდა თავის მოწაფეებისათვის. ამას ჩვენ გახსოვთ მე-6 თავში მათესი გავიცანით, მე-8 თავშიც ახსენებს და მე-14 თავშიც. რა თქმა უნდა, მცირე რწმენა ჯობს რწმენის საერთოდ არ აქონას. ასე რომ მოწაფეებს ჯერ კიდევ ბევრი გაკვეთილი ქონდათ სასწავლი იქამდე, სანამ ისინი დიდ რწმენამდე არ ამაღლდებოდნენ და არ მივიდოდნენ. შემდეგი ქვეთავი არის რწმენის გადარჩენა. ქრისტეს აღიარება, ანუ გადამრჩენელი რწმენა. ამას გადმოგცემს ჩვენი ამ თავის მე-13 მე-20 მუხლები. იესომ თავის მოწაფეები წარმართა ტერიტორიაზე ფილიპეს კეისარის რეგიონში წაიყვანა. ისინი იერუსალიმიდან დაახლოებით 120 მილის დაშორებით იყვნენ პალესტინის ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვადასხვა რელიგიასთან, ის ბაალის თაყვანისცემის ცენტრიც კი იყო, ბერძნულ ღმერთ პანს იქ სალოცავები ჰქონდა და ჰეროდე დიდმა იქ ტაძარიც კი ააშენა ავგუსტუს კეისრის პატივსაცემად. სწორედ ამ წარმართული ცრურწმენის შუაგულში პეტრე აღიარებს იესო ქრისტეს ღვთისძედ. და ალბათ კეისრის ტაძრის მახლობლად იესომ სურპრიზი გამოაცხადა. ის ჯერ არ დაამყარებდა თავის სამეფოს აქ ამ დედამიწაზე, მაგრამ ის დაიწყებდა თავის ეკლესიის მშენებლობას იმ კლდეზე, ანუ იმ რწმენაზე, რომელიც პეტრემ გამოამჟღავნა და გაახმაურა. და თუ ვინმე სხვა იკითხავდა მაგალითად, ვინ გონი ვართ მე ხალხსო? ალბათ ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ის შეშლილი იყო ანაბარტავანი, მაგრამ იესოს შემთხვევაში იმის სწორის აღიარება, თუ ვინ არის ის, ეს არის სწორედ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო. ანუ ეს არის ჩვენი სულის ხსნის საფუძველი. ამას გადმოგცემს რომაელთა წერილის მე-10 თავი, 1 იოანეს წერილის მე-2 თავი და მე-4 თავი, 1 და მე-3 მუხლები. მისი პიროვნება და მისი საქმე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ისინი არასოდეს არ უნდა განცალკევდეს. საოცარი იმის დანახვა, თუ რამდენად დაბნეული იყო საზოგადოება იესოსთან დაკავშირებით, ამას უკვე იოანეს სახარების მე-10 თავში ვკითხულობთ. შესაძლოა ჰეროდეს მსგავსად ხალხს ეგონა, რომ იესო იყო კვდრეთით აღმდგარი იოანე. ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ელია კვლავ უნდა მოსულიყო. მალაქია გვეუბნება ამას მე-4 თავის მე-5 მუხლში. და ზოგიერთს ეგონა, რომ ეს წინასწარმეტყველება ქრისტეში აღდგა. თუმცა იესო არ მსახურობდა როგორც ელია. ეს იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მოვიდა ელიას სულითა და ძალით. ამას ჩვენ ლუკას სახარება გვეუბნება 1 თავში. იერემია იყო პირალი წინასწარმეტყველი, რომელიცაც ძალიან გრძნობიარე გული ჰქონდა და ეს გული ძალიან ხშირად მას უტეხავდნენ ხოლმე. როდესაც ის ერის თავისი ებრაელი ერის დაცემას ხედავდა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება შეინიშნება იესოშიც, რომელიც ასევე მსგავსად მწუხარების კაცი იყო. ყოველი ამიდან ნათლად ჩანს ერთი რამ, რომ ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას იესო ქრისტეს შესახებ, როდესაც ჩვენ ხალხის გამოკითხვებს დავეყრდნობით. თუმცა ზოგიერთი ადამიანი სულიერ ცოდნას ასე იღებს. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას ამბობენ სხვები, არამედ ის, თუ რას ვამბობ ჩვენ, თქვენ, მე პირადად. ხალხის გადაწყვეტილებები არასწორი იქნება ეს თუ სწორი, ვერასოდეს ჩაანაცვლებს
საკუთრივ პირად ინდივიდუალურ რწმენას და გადაწყვეტილებებს. პეტრეს სწორი პასუხი ჰქონდა. მან თქვა, შენ ხარ ქრისტე, ანუ მესია, ცოცხალი ღმერთის ძე. ეს აღსარება იყო პეტრეს პასუხი გამოცხადებაზე, რომელიც ღმერთმა, მამა ღმერთმა მისცა მას. თავად იესომ ახსნა ეს გამოცდილება მათეს სახარების მე-11 თავში. ეს გამოცხადება არ იყო პეტრეს საკუთარი გამოძიების შედეგი. ის მოვიდა როგორც ღვთის უსასყიდლო მადლი. ღმერთმა ეს ყველაფერი დაუმალა ამაყ ფარისევლებს და სადუკელებს და გაუმჟღავნა ჩვილებს, ის თავდაბალ მოწაფეებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ აღსარებამდეც იყო სხვა დადასტურიც ასეთი რწმენის შესახებ. გახსოვთ ხომ, თავდაპირველად ნათანაელმაც ქრისტე ღვთის ძედ აღიარა. ჩვენ ამას მხოლოდ იოანეს სახარებაში ვკითხულობთ პირველ თავში. და მოწაფეებმაც ის ღვთის ძედ გამოაცხადეს მას შემდეგ, როდესაც იმან ქარიშხალი დაამშვიდა და დააწყნარა. ეს ჩვენ წავიკითხეთ ამ სახარების მე-14 თავში. პეტრემ აღიარა რწმენა, როდესაც ხალხმა იესო მიტოვება დაიწყო, როდესაც იესო ქადაგებდა მისი სიცოცხლის პურის შესახებ. და ამას ჩვენ შევაჯერებთ, როცა იოანეს სახარებაში მე-6 თავში წავიკითხავთ ზუსტად ამ ადგილს. სინამდვილეში, როდესაც ანდრიამ თავის ძმა სიმონმა იესოსთან მიიყვანა, ამ რწმენის საბუცველზე მოხდა. გახსოვთ, ამასაც იოანე გადმოგცემს თავის პირველ თავში. მაშ რით განსხვავდებოდა ეს აღსარება წინა აღსარებისაგან? დასაწყისისთვის იესომ პირდაპირ მოითხოვა ეს აღსარება. აქ იესო პირდაპირ ეკითხება მათ ამას. ეს არ იყო ემოციური რეაქცია ამ ადამიანებისაგან, რომლებმაც სასწაული იხილეს. არამედ ის იყო ღვთის მიერ განსწავლული ადამიანის მიერ შესწავლილი და გულწრფელი განცხადება. ასევე იესომ მიიღო ეს აღსარება და ეს იმ საფუძვლად გამოიყენა, რათა მათთვის ამ მეშვეობით ახალი ჭეშმარიტება ესწავლებინა. მის გულს ალბათ ძალიან გაუხარდა პეტრეს სიტყვების მოსვენა. უფალმა იცოდა, რომ პეტრეს შეეძლო ახლა უფრო ღრმა ჭეშმარიტებისა და მსახურების ახალ საფეხურზე ასვლა. ჩვენი უფლის მთელმა მსახურებამ თავისი მოწაფეების მიმართ მოამზადა გზა ამ გამოცდილებისათვის. მოდით ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს დიდი სიტყვები და ცნებები. პირველი იყო კლდე, რომელიც ახსენა იესომ. ებრაელები, მამაკაცები, რომლებიც ძველი აღთქმის წინა წერილებში იყვნენ ჩაფლული, კლდეს ღვთის სიმბოლოდ აღიარებდნენ. ის კლდია მისი საქმე სრულყოფილია. ამას გადმოგცემს მეორე რჯული 32:4. უფალი ჩემი კლდია და ჩემი ციხე სიმაგრე, ფსალმური 17:2. რადგან ვინ არის ღმერთი თუ არა უფლისა, ან ვინ არის კლდე თუ არა ჩვენი ღმერთი, ფსალმური 17:31. მაგრამ მოდით გამოვიკლოთ ბერძნული სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც სულიწმიდა მათეს უბიძგებდა. პირველი, შენ ხარ პეტროსი, ანუ ქვა და ამ კლდეზე პეტრა, დიდი კლდე, ავაშენებ ჩემ ეკლესიას. იესომ სიმონს ახალი სახელი პეტრე დაარქვა. ამას გვეუბნება იოანეს სახარების პირველი თავის 42 მუხლი, რაც ქვას ნიშნავს. არამეული ფორმაა კეფა, რაც ასევე ქვას ნიშნავს. ყველა, ვინც იესო ქრისტეს იწამებდა როგორც ღვთის ძეს, ასევე მას ღმერთად და მხსნელად აღიარებდა, გახდებოდა ასევე ცოცხალი ქვა. ამას უკვე პეტრე გვეუბნება თავის წერილში, პირველ წერილში, მეორე თავის მე-5 მუხლში. იესო ქრისტე არის საძირკვლის კლდე, რომელზეც ეკლესია შენდება და ეკლესია აგებული. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა ასე თქვეს ფსალმური 117:22-ში, ესაიას 28:16-ში. თავად იესომ თქვა ეს მათეს სახარების 21 თავში და ასევე პეტრემ და სხვა მოციქულებმა მოციქულთა საქმეებში გაიმეორეს ეს მე-4 თავში. პავლემ ასევე განაცხადა, რომ ეკლესიის საფუძველი იესო ქრისტეა, 1 კორინთელთა 3:11. ეს საფუძველი მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა დაადეს, როდესაც ისინი ქრისტეს უქადაგებდნენ დაკარგულებს. 1 კორინთელთა 2:3, ეფესელთა 2:20. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც მტკიცებულების განვიხილავთ, წმინდა წერილის სრული სწავლება ისაა, რომ ეკლესია ღვთის ტაძარი, ეფესელთა 2:19-22 აგებულია იესო ქრისტეზე და არა პეტრეზე. როგორც შეეძლო ღმერთს თავის ეკლესიის დაფუძნება, აშენება პეტრეს მსგავს სუსტ და შეცდომებით სავსე ადამიანზე. მოგვიანებით ჩვენ ნახავთ, რომ იგივე პეტრე, რომელმაც აღიარა ქრისტე, გახდა მისი მოწინააღმდეგე და სატანის ფიქრები გააღვივა. ჩვენ ამას წავიკითხეთ, ხო, 22 თავში, როდესაც ღმერთს ურჩევს, რომ არ გააკეთოს ეს. მაგრამ ზოგიერთი იტყვის, ეს მანამ იყო, სანამ პეტრე სულიწმინდით აღივსებოდაო. ვიღაცები შემოგვეკამათებიან. მაგრამ ნახეთ, პეტრეს დოქტრინალური შეცდომები მერე და მერე ჩვენ ხედავთ უკვე ჩაწერილია გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მეორე თავში, ასევე
მოციქულთა საქმეებში, რომლებიც მერე პავლეს უნდა გამოესწორებინა. და ეს მოვლენა მოხდა მას შემდეგ, როცა პეტრე უკვე სულიწმიდით არის აღსებული. ესე იგი, ეს როგორ შეიძლება პეტრეზე, ესეთ ადამიანზე, ნებისმიერ ადამიანზე ან პავლეზე, ვინმეზე ეკლესია დაფუძნებულიყო, რასაც ამტკიცებენ კათოლიკეები და რომის პაპის მიმდევრები. შემდეგი არის ნახსენები პირველად სიტყვა ეკლესია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა და პირველი შემთხვევა ახალ აქტმაში. ეს არის ბერძნული სიტყვა ეკლესია, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ინგლისურ სიტყვას ეკლესიას, რომელიც ეხება იმას, რაც ეკლესიას აღწერს. მისი პირდაპირ მნიშვნელობა არის მოწვეული კრება. დაძახებული. ეს სიტყვა ახალ ათმაში 114 ჯერ გამოიყენება და ამ მითითებების 90 შემთხვევაში ეს ადგილობრივ ეკლესიას, კრებას გულისხმობს. თუმცა სიტყვა ეკლესიას ამ პირველი გამოყენებისას საუბრობთ იესო მთელი ეკლესიას გულისხმობდა. ის არა მხოლოდ ადგილობრივ კრებას აშენებდა, არამედ უნივერსალურ ეკლესიას, რომელიც შედგებოდა ყველასაგან, ვინც იმავე რწმენის აღსარებას გააკეთებდა და დადასტურებას, რაც გააკეთა პეტრემ. სიტყვა ეკლესია მოწაფეებისთვის ახალი არ იყო. ეს სიტყვა გამოიყენებდა ბერძენი მოქალაქეების სახალხო კრებაზე, რომელიც ქალაქის ან რაიონის მართვაში ეხმარებოდა საზოგადოებას. ამას გადმოგცემს მოციქულთა საქმეების 19 თავი, 32 მუხლე, 39, 51 მუხლე ამ 19 თავიდან. ასევე ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანში სეპტუაგინტა სიტყვა ეკლესია გამოიყენებდა ისრაელის კრების აღსაწერად, როდესაც ის რელიგიური საქმიანობისათვის იკრიბებდა. მეორე რჯული 31 მუხლი და მსაჯულები 20. თუმცა ეს არნიშნავს, რომ ძველი აღთქმის ისრაელის კრება ეკლესია იყო იმავე გაგებით, როგორც ახალი აღთქმის ეკლესიები. პირიქით, იესო რაღაც ახალს აცნობდა მის მოწაფეებს. იესო ჩემს ეკლესიაზე ამას როცა ამბობდა, ის ამას განასხვავებდა სხვა საკრებულოებისაგან. ეს რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა ყოფილიყო, რადგან მის ეკლესიაში იესო ქრისტე გაერთიანებდა მორწმუნე იუდაველებსა და წარმართებს და ჩამოაყალიბებდა ახალ ტაძარს, ახალ სხეულს. ამას გადმოგცემს ეფესელთა წერილის 2 თავი, 3 თავი. ის ეკლესიაში ბუნებრივი განსხვავებები უმნიშვნელო იქნებოდა. გალატელთა 3:28. იესო ქრისტე იქნებოდა ამ ეკლესიის მშენებელი და ამ ეკლესიის თავი. ეფესელთა 1:22, კოლოსელთა 1:18. ამ ეკლესიაში თითოეული მორწმუნე არის ცოცხალი ქვა, ამას უკვე ჩვენ გავიმეორეთ პირველი პეტრეს წერილის 2 თავის 5 მუხლი გადმოგცემს. მორწმუნეები შეიკრიბებოდნენ ადგილობრივ კრებებში, საკრებულოებში ქრისტეს თაყვანისცემისა და მისი მსახურებისათვის, მაგრამ ისინი ასევე მიეკუთვნებოდნენ უნივერსალურ სოფლიო ეკლესიას, ტაძარს, რომელსაც ქრისტეს სხეული ერქვა და ქრისტე ააშენებდა. არსებობს ერთიანობა ღვთის ხალხში, ეფესელთა 4:1-6, რომელიც უნდა გამოეცხადოს სოფლიოს სიყვარულითა და ერთიანობით. იოანეს წერილი 17 ქრისტეს ლოცვა გახსოვთ 20-დან 26 მუხლები. შემდეგი, რაც იესო ახსენებს, ეს არის ჯოჯოხეთის კარიბჭე. უკეთესი თარგმანი იქნებოდა ჰადესის კარიბჭეები. ჯოჯოხეთი ყველა გამოუხსნელი ადამიანის და სატანის საბოლოო ადგილსამყოფელია, იცით ხო? ცეცხლის ტბა, დიდი თეთრი ტახტის შემდეგ განკითხვის შემდეგ, რომელიც მოხსენებულია გამოცხადების წიგნის მე-20 თავში. ჰადესი კი უბრალოდ ეს კვდრების, გარდაცვლილების სამეფოა. ის ინახავს გადარჩენილი მიცვალებულების სულებს და ათავისუფლებს მათ აღდგომისას, გამოცხადება 20, სადაც ჯოჯოხეთი უნდა იყოს, აქ უნდა ითარგმნოს ჰადესი. იესოს თანახმად ჰადესი მიწის ქვეშეთშია. ამას გვეუბნება თვითონ იესო მე-11 თავის მათეს სახარების მე-11 თავის 23 მუხლში. და ეს არის ციხე, რომლის გასაღებიც მას უჭირავს, გამოცხადების წიგნის 1 და მე-18 თავი. და ასევე ლუკას სახარების მე-16 თავში საფუძველზე ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ყველა მიცვალებული ჰადესში წავიდა ქრისტეს სიკვდილამდე და აღდგომამდე. მორწმუნეები სამოთხის ნაწილში, ხოლო ურწმუნოები სასჯელის ნაწილში. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს მორწმუნეები უკვე სიკვდილის შემდეგ დაუყოვნებლივ პირდაპირ მივდივართ ქრისტეს წინაშე. 2 კორინთელთა 5 და ფილიპელთა 1:23. და ალბათ უორენ ვისმის გამორჩა რო ეთქვა ჯონ მაკარტურიც და ისიც იზიარებენ, რომ ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტე ჩავიდა და ის პიროვნებები, რომლებიც ჰადესში იყვნენ, ყველანი თავისთან წაიყვანა სულიერ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, და ელოდებიან ისინი ქრისტესთან აღდგომის, როდესაც მიიღებენ ახალ განდიდებულ სხეულებს. ბიბლიაში კარიბჭე წარმოადგენს ძალაუფლებას
და უფლებამოსილებას, ხო? ქალაქის კარიბჭე ებრაელებისთვის იგივე იყო, რაც ქალაქის დარბაზი დასავლური სამყაროს ადამიანებისათვის. მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს, რომ ძალიან გადამწყვეტი საქმეები ყველაფერი წყდებოდა კარიბჭეს წინ. ამას გადმოგცეს მეორე ჯულის მე-16, მე-17 თავები და რუთის წიგნის. გახსოვთ ხომ, როცა ბოყაზი მიდის და თხოვს დასტურს და არკვევს თუ რამდენად ლეგიტიმური იქნება მისთვის რუთის მოყვანა. ეკითხება უხუცესებს კარიბჭესთან. ჯოჯოხეთის კარიბჭეები მაშინ სიმბოლურად გამოხატა და სიკვდილისა და სატანის ორგანიზებულ ძალას. თავისი სიკვდილითა და აღდგომით იესო ქრისტე დაამარცხებდა სიკვდილს, რათა სიკვდილი ვერ შეძლებდა მისი ხალხის არცეთ წევრი დაეკავებინა. ქრისტე კარებს შტურმით იღებს და ტყვეებს განთავისუფლებდა. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, დადასტურებულია პირველ კორინთელთა წერილში მე-15 თავში და ებრაელთა წერილის მეორე თავში. და სხვა წმინდა წერილებით ეს გამაგრებულია. შემდეგი ტერმინი, რასაც იესო ახსენებს, არის სამეფოს გასაღებები. გასაღებები კი ძალაუფლების ნიშანია. ესაია 22, ლუკას სახარება 11. ცათასასუფეველი არ არის 64, რადგან დედამიწაზე არცეთ ადამიანს არ აქვს 64-ის გასაღებები. ყველა ხუმრობა წმინდა პეტრეს კარიბჭესთან შესახებ გაუგებრობიდან მომდინარეობს. ორივე არაბიბლიური და უგემოვნოა. არ ვიცი იცით თუ არა თქვენ ამ იმაზე სიმღერაც არის Coldplay სიმღერა, რომ პეტრე მე არ შემხვდება და არ გამიღებს კარებს და არ მომანიჭებს იმას. იცით, კათოლიკებში ეს ძალიან ცნობილი ის არის და ამიტომაც ზოგი თავის ჯვარზე გასაღებსაც იყიდებს ხოლმე, იცით, კათოლიკებს უყვართ ეს, რომ თითქოს და პეტრე დახვდება მათ კარიბჭესთან და პეტრეს აქვს ამ გასაღების შესაძლებელი და არ შესulis უფლება და ამას ახსენებს ვორენ ლუისი, რომ ეს ცოტა ბანალური და სასაცილოა. ჩვენ კარების გასაღებს ვიყენებთ. პეტრეს მიეცა პრივილეგია გაეღო რწმენის კარი ებრაელებისათვის სულთმოფენების დღესასწაულზე. ამას გადმოგცეს მოციქულთა საქმეების მეორე თავი. სამარიელებისთვის უკვე მოციქულთა საქმეს მერვე თავში და წარმართებისთვის უკვე მოციქულთა საქმეების მეათე თავში. თუმცა სხვა მოციქულებიც იზიარებდნენ ამ უფლებამოსილებას. ჩვენ ვიცით მათეს სახარების მე-16 თავში, რომ ყველას მიცა ეს უფლება. პეტრეს აღსარების შემდეგ, დამოწმების შემდეგ მე-17 თავში ჩვენ ნახავთ და ასევე მე-20 თავში მათეს სახარების. ჯვრის პირველი ხსენება არის აქ, აქ ამ ადგილზე მე-21 მუხლში. და მე მე-18 თავშიც იესო ამას იმეორებს. პავლეს კი ჰქონდა პრივილეგია გაეღო რწმენის კარი პალესტინის გარეთ ყოფი წარმართებისათვის. ამას გადმოგცეს მოციქულთა საქმეების მე-14 თავი. არც ამ მონაკვეში, არც ახალი აღთქმის დანარჩენ ნაწილში არსად არ არის ნათქვამი, რომ პეტრეს ან მის მემკვიდრეებს ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებული პოზიცია ან პრივილეგია ეკლესიაში. რა თქმა უნდა, პეტრე თავის ორ ეპისტოლეში აცხადებდა, რომ ის მხოლოდ არის მოციქული, პირველი პეტრეს პირველი, უხუცესი პირველი პეტრეს 5 და იესო ქრისტეს მსახური მონა მეორე პეტრეს პირველი. შემდეგი ტერმინი, რასაც იესო ამბობს, შეკვრა და გახსნა არის. ეს ძალიან ნაცნობი ფრაზა იყო ებრაელებისთვის, რადგან მათი რაბინები ხშირად საუბრობდნენ შეკვრასა და გახსნაზე, ანუ აკრძალვასა და ნების დართვაზე. ჩვენი უფლის განცხადება, ბევრს როგორია პენტაკოსტელების ემოს, რომ ეს ნიშნავს თითქოს და სატანის შეკვრას და დემონების შეკვრას, ხო? ჩვენი უფლის განცხადება მათეს მე-16 თავში ეს პეტრეს ეხებოდა, თუმცა მისი განცხადება მოგვიანებით უკვე მათეს მე-18 თავში ყველა მოციქულს მოიცავს. როგორც მათი უფლის წარმომადგენლები, ისინი ძალაუფლებას მისი სიტყვის შესაბამისად განახორციელებდნენ. მათეს ამ მე-16 თავის მე-19 მუხლში ბერძნული ზმნებია გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დოქტორ კენეთ უესტის გაფართოებულ თარგმანში ნათქვამია და რასაც შეკრავ დედამიწაზე, ანუ აკრძალავთ ამის გაკეთებას, უკვე შეკრული იქნება ზეცაში და რასაც გახსნით დედამიწაზე, ანუ ნებას დართავთ, მისცემთ ამის გაკეთებას, უკვე გახსნილი იქნება ზეცაში. იესომ ის კი არა თქვა, რომ ღმერთი დაემორჩილებოდა იმას, რასაც ადამიანები გააკეთებდნენ, მისი მომდევრები აქ დედამიწაზე. არამედ მათ უნდა გაეკეთებინა დედამიწაზე ყველაფერი, რაც ღმერთს უკვე სურდა და სწორი იყო მის თვალში. ეკლესია კი არ კარნახობს და ასრულებს ადამიანის ნებას ზეცაში, არამედ პირიქით, ის ემორჩილება ღვთის ნებას აქ დედამიწაზე. მოციქულებს არ უნდა გაეზიარებინათ ეს ჭეშმარიტება, იესოს როგორც ღვთის ძის შესახებ, სხვა ადამიანებსაც მანამ, სანამ ის არ აღდგებოდა და არ ამახლებოდა. მას შემდეგ, როგორც კი იონას ნიშანი შესრულდებოდა, სულიწმინდა მიეცემოდათ მათ და ეს ცნობაც გაცხადებოდა ყველასათვის.
ერის ზოგადად და რა თქმა უნდა რელიგიური ლიდერები კერძოდ ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად ამ ცნობისათვის. წაიკითხეთ პეტრეს გადაგება სულთ მეფორმებას და ნახეთ, როგორ გამოაცხადა მან იესო ქრისტეთ, მოციქულთა საქმეების მეორე თავი. შემდეგი, რასაც ტერმინს იყენებს, რწმენის სახურება, ქრისტეს მიმდევრობა. მას შემდეგ, რაც იესომ გამოაცხადა თავის პიროვნება, ახლა გამოაცხადა მისი საქმე, რადგან ორივე ერთად უნდა ყოფილიყო. ის წავიდოდა იერუსალიმში, დაიტანჯებოდა, მოკვდებოდა და მკვდრიდან აღდგებოდა. ეს იყო მისი პირველი მკაფიო განცხადება მისი სიკვდილის შესახებ, თუმცა მან ამაზე ადრეც მიანიშნა. ჩვენ წავიკითხეთ ეს მათეს სახარების მე-12 თავში, მე-16-ის მე-4-ში, იოანეს მეორე თავში ამბობს ამას, იოანეს მე-3 თავში ამბობს, იოანეს მე-6 თავში ამბობს და ის ამას პირდაპირ ამბობდა მარკოზის სახარების მე-8 თავში. პეტრეს პასუხი ამ შოკის მომრულ განცხადებაზე, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა დანარჩენი მოწაფეების გრძნობებსაც. შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურთ შეგემთხვევა ასეთი რამეო. იესო მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი სატანავ, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიური, არამედ იმაზე, რაც ადამიანურიო." სიტყვა სიტყვით პეტრე ქვა, რომელიც ახალ-ახალ იყო კურთხეული, გახსოვთ მე-18 მუხლში, უცებ გახდა პეტრე დაბრკოლება, რომელიც არ იყო იესოსთვის კურთხევა. რა იყო პეტრეს შეცდომა? ის რომ ის ფიქრობდა როგორც ადამიანი, რადგან ადამიანის უმეტესობა სურს თავი დააღწიოს ტანჯვას და სიკვდილს. მას არ ჰქონდა ღვთის აზრი და ღვთის გაგება ამ საკითხში. სად პოულობთ ყოველი ჩვენთაგანი ღვთის აზრს? რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვაში. სანამ პეტრე სულით არ აღივსებოდა, მას ჰქონდა მიდრეკილება ეკამათა და დაევიწყებინა ღვთის სიტყვა. პეტრეს საკმარისი რწმენა ჰქონდა, რომ ეღიარებინა, რომ იესო ღვთისია, მაგრამ არ ჰქონდა ისეთი რწმენა, რომ ერწმუნა, რომ იესოს ყველაფერში სწორი იყო, რომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. რა თქმა უნდა, სატანა დაეთანხმა პეტრეს სიტყვებს, რადგან მან იგივე მიდგომა გამოიყენა იესოს ცნულებისას, გახსოვთ უდაბნოში, ჩვენ ეს წავიკითხეთ მათეს სახარების მე-4 თავში. დღეს ჯვარი სიყვარულისა და მსხვერპლის მიღებული სიმბოლოა, მაგრამ იმ დროს, ძველ დროს, ჯვარი საშინელი სასჯელის საშუალება იყო. რომაელები არც კი ახსენებდნენ ჯვარს თავაზიან და მაღალ საზოგადოებაში. სინამდვილეში, რომაელი მოქალაქე არ შეიძლებოდა ჯვარზე ცმულიყო. ეს საშინელი სიკვდილი მათი მტრებისთვის იყო მხოლოდ გაკუთვნილი. იესოს კი არ უთქვავს კონკრეტულად, რომ ჯვარს აცვალდნენ. ეს მან გააკეთა უკვე შემდეგ, მათეს სახარების მე-20 თავში. მაგრამ მისი შემდგომი სიტყვები ხაზს უსვავს ჯვარს. მან მოწაფეებს ცხოვრებისადმი ორი მიდგომა შესთავაზა. პირველი, ან უარყავი საკუთარი თავი, ან კიდევ იცხოვრე საკუთარი თავისთვის. ან აიღე შენი ჯვარი, ან კიდევ უგულებყავი შენი ჯვარი. ან მიყევი ქრისტეს, ან მიყევი სამყაროს. დაკარგე შენი სიცოცხლე, ან გადაირჩინე შენი სიცოცხლე შენი თავის გულისთვის. მიატოვე სამყარო, ან კიდევ მოიპოვე სამყარო და შეინარჩუნე შენი სული. დაკარგე შენი სული, გაიზიარე მისი ჯილდო, ან კიდევ დაკარგე მისი ჯილდო და დიდება მოუტანე საკუთარ თავს. დაქმნიდა შენიშვნის სახით მოგაწოდოთ. საკუთარი თავის უარყოფა არ ნიშნავს ყველაფრის უარყოფას, არამედ ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მიანდო საკუთარი თავი ქრისტეს და გაიზიარო მისი სირცხვილი და სიკვდილი. პავლე მესახწერა რომაელთა მე-12 თავში, ფილიპელთა მე-3 თავში და ასევე გალატელთა მე-2 თავში. ჯვრის აღება არ ნიშნავს ტვირთის ტარებას ან რაღაცა პრობლემების ქონას. როგორც ერთხელ ქალბატონმა მითხრა: მე ასთმა, ჩემი დაავადება, ეს ჩემი ჯვარიაო, რომელიც მე უნდა ვატარო. ეს არანაირად სწორი გაგება არ არის. ჯვრის აღება ნიშნავს ქრისტესთან ერთად იდენტიფიცირებას მის უარყოფაში, სირცხულში, ტანჯვასა და სიკვდილში. და ყოველთვის ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ტანჯვა დიდებისაკენ მიდის. სწორედ ამიტომ დაასრულა იესომ ეს მოკლე ქადაგება თავისი დიდებული სამეფოს მითითებით. ეს განცხადება შესრულდებოდა ერთი კვირის განმავლობაში ფერიცვალების მთაზე, რაც უკვე მოდის და აღწერილია შემდეგ თავებში. მადლობა მოსმენისათვის.